ამ ვიდეოში მოგიყვებით და განახებთ ისლანდიის ყველაზე პოპულარულ ადგილებს, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ, თუ მას ესტუმრები. მას ესე დავიწყოთ. დღეს წვიმიანი ამინდი გვაქვს, თუმცა იმ გარემოს, რის მონახულებასაც ვაპირებთ, საოცრად მოუხდება. გზად ნახეთ, ვინ შემოუხდათ. ძალიან საყვარლები არიან და როგორც ხედავთ, ძალიან უყვართ მოფერება. პირველი გაჩერებაა ვიკი. იგი ისლანდიის ყველაზე სამხრეთით მდებარე სოფელია. მისი მოსახლეობა დაახლოებით 300 ადამიანი და ეს ყველაზე წვიმიანი სოფელია მთელს ისლანდიაში. ტურისტებს ეს ადგილი მისი სავიზიტო ბარათის რეინის კირკიას ეკლესიის გამო იზიდავს. აქედან კი საოცრად ლამაზი ხედი იშლება შავი ქვიშის სანაპიროზე, რომელიც ჩვენი შემდეგი გაჩერებაა. მოვედით ისლანდიის ერთ-ერთ ყველაზე აიკონურ ადგილზე შავი ქვიშის სანაპიროზე. აქ შესვლა და პარკინგი უფასოა. შესასვლელში უსაფრთხოების მარეგულირებელი შუქნიშანი დგას. ფერის მიხედვით კი მიხვდებით სანაპიროზე შესვლა შეიძლება თუ არა. რეისჯარა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შავი ქვიშის სანაპიროა. იგი 1991 წელს National Geographic-მა პლანეტის ტოპ 10 ყველაზე ლამაზ არატროპიკულ სანაპიროს სიაში შეიყვანა. რეინს ჯარას სანაპირო ცნობილი ვულკანის კატლას ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა. ატლანტის ოკეანეში მოხვედრილი ლავა წლების განმავლობაში ცივდებოდა და საბოლოოდ ასეთ წვრილ შავ ქვიშად გადაიქცა. ეს ბაზალტის საფეხუროვანი სვეტები კი ადამიანის გამოკვეთილი არ გეგონოთ. იგი ბუნებრივად გაციებული ლავისგან არის წარმოქმნილი. აი ეს კი ტროლის ხელებია. ადგილობრივი ფოლკლორის თანახმად ეს დიდი ბაზალტის სვეტები ოდესღაც ტროლები იყვნენ. ისინი ცხრით დატვირთული გემის მოპარვას ცდილობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ გათენებამდე ვერ მოასწრეს გემის ნაპირზე გამოყვანა და მზის სხივებმა ისინი გააქვავეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სანაპიროა. მოქცევა შეიძლება წამში დაიწყოს და დიდმა ტალღებმა ნაპირთან მდგომი ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლოს. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა. სწორედ ამიტომ არის შესასვლელში მარეგულირებელი შუქნიშანი. ამ სანაპიროზე ცურვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ორი მიზეზის გამო. პირველი დიდი ტალღების და ცვალებადი ამინდის გამო სახიფათოა და მეორე წლის ნებისმიერ პერიოდში ატლანტის ოკეანის წყალი ყინულივით ცივია. საინტერესოა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ გარისკავდით თუ არა აქ ცურვას. დამიწერეთ კომენტარებში.